უი ალკოჰოლი ჩემს ცხოვრებაში 30 წლამდე დალეული მაქვს იმდენი რომ 5 კაცის ცხოვრებას ეყოფა. ეხლა როგორ არის იცით სადილზე ერჭიქას თუ დავლებ? მიყვარს კი ალკოჰოლი მიყვარს თუ ის იმას არ არის ასე ლოთი ვარ და ყოველდღიო, მაგრამ ძალიან მიყვარს ლუდი, რის გარე არც ყოველდღე შემიძლია დავლი და ძალიან დიდი რაოდენობით, ლიტრობით. კიდევ არ მეტყობა არაფერი. ღვინოს ძალიან მიყვარს, ძიმე სასმელს ვერ იდები. დიეტად არ გვიყვარს რა, მე არ მიყვარს, მაგრამ აი ხანდახან არის ხოლმე, რომ აი საღამოს მაგალითად სალომე დავსხდებით ხოლმე და ჭიქა ღვინო შეიძლება დავლიო. არ მიყვარდა მე დალევა, არ მიყვარს. მაგრამ ერთხელ ექიმმა დამისვა ეგეთი დიაგნოზი გერმანიაში პროფესორმა, ალკოჰოლური შიმშილი. ეგეთი დიაგნოზიც არსებობს თურმე. და მითხრა რომ თქვენ ქართველი ადამიანი ხართ და თქვენ გენეტიკურად ქართველებს გჭირდებათ. აი წამალივით დამინიშნა და მითხრა რომ საღამოობით ერთი ჭიქა ღვინო აუცილებლად დალიეთ ვახშმა. თუ კი ვინმე მყავს რომ მიურტყა, ერთი ან ორ ჭიქას სიხარულით დავლებს საღამოს. რა და ალკოჰოლი არის მე-1000 ხარისხოვანია, არასდროს არ გამახსენდება. ყავს ან ღვინო, თეთრი ღვინო, წითელიც, თუმცა წითელს ბევრს ვერ დალევ, ამიტომ თეთრი და ძალიან ბევრნაირი კარგი ღვინო გვაქვს სახლში ყოველთვის და საერთოდ დღეს საქართველოში ღვინო აღარ არის პრობლემა, იმიტომ რომ ყველანაირი ფასის ღვინო არსებობს, რომ შეგიძლია ისიამოვნო დღეში ერთხელ. ყოფილა მომენტები, რომ მართლა დააფასებ და მხოლოდ და მხოლოდ ღვინო რო გწყურია ხოლმე, ეგეთი მომენტებიც გქონია, იმიტომ რომ სასწაულია. ლუდიც ძალიან მიყვარს. მიყვარს რაღაცა კოქტეილები და ტეკილა მიყვარს ძალიან. სხვა შორის კარგი ჭაჭაც მიყვარს და საკმაოდ ბევრი ჭაჭის დალევა შემეძლო, როდესაც შემეძლო მეორე დღეს მეძინა. ძალიან სასაცილო გამოცდილებებს უკავშირდება. ზოგადად ძალიან იშვიათად ვსვამ და აი თუ გადავწყვიტე რომ დღეს მოდი დავლევ, აუცილებლად ხვდებით ცუდად. წლების განმავლობაში რაღაცნაირად ოღონდ ვისწავლე ჩემი დოზა, რამდენი შემიძლია და რა სასმელი შემიძლია მივიღო 1000-ში ერთხელ იმისთვის რომ შემერგოს და ცუდად არ გავხდე. ბავშვობაში იყავ თვალად. არა, იყო პერიოდი, როდესაც მართლა რაღაცნაირად გადაბულად გვიწევდა ხოლმე რაღაც KFC რესტორნიდან რესტორანში. 7 წელია რომ აი გემოც კი არ მომწონს. არ მიყვარს თრობის პროცესის, აი რაღაც მდგომარეობა არ მომწონს. შემიძლია ნებისმიერ მომენტში ალკოჰოლის გარეშეც მოვილხინო ძალიან კარგად.